Salem, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ ვიტყვი შესავალს, ჩემი დაინტერესების მიზეზი ის საოცარი შედეგებია, რაც პირველი სრული წლის შეჯამებისას გამოაცხადეთ საქართველოში მოღვაწეობისას. Თქვენ ხართ ხუთეულში, რო ეს მიხედვით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. ვეძებ პასუხს კითხვაზე. როგორ მოახერხეთ ეს? რას ეფუძნებოდა ეს წარმატება კონკრეტულ სტრატეგიას თუ ხედვას და ეს გთხოვთ გაგვიზიაროთ. დიახ, პირველ რიგში ვფიქრობ მნიშვნელოვანია გავმარტოთ თუ როგორი ტიპის ბანკი ვართ ჩვენ. ალბათ ბევრ თქვენს მსმენელს ჩვენზე როგორც მეინსტრიმ ბანკზე ბევრი არაფერი სმენია. ჩვენ ვართ კორპორაციული საინვესტიციო ბანკი. თუ გადახედავთ ჩვენს გრძელვადიან ხედვას, ჩვენ გსურს გავხდეთ ციფრული აქტივების Morgan Stanley. ეს არის ჩვენი მიზანი, ვიყოთ დიდი გლობალური ბანკი. ეს სერიოზული მიზანია? გრძელვადიან პერსპექტივაში დიახ. ჩვენ გვინდა შევქმნათ ბიზნესი, რომელიც თაობებს გაუძლებს. JP Morgan-იც არ აშენებულა ერთ დღეში. ზუსტად, JP Morgan-მა, რადგანაც თქვენი გახსენეთ, ძალიან საინტერესო გზა გაიარა. მან გამოიყენა ინდუსტრიული რევოლუციის შესაძლებლობები. ის იმ რევოლუციის ნაწილი იყო. მე საიმონს და დიმას, ჩემს თანადამფუძნებლებს გვჯერა, რომ ახლა ფინანსური სისტემის უდიდესი ტრანსფორმაციის ზღვარზე ვართ. როგორც ადრე იყო ინდუსტრიული რევოლუცია, ახლა მსგავს ძვრებს ვხედავთ. ვეცდები ეს ყველაფერი უფრო ადამიანურ ენაზე ახსნა და არა როგორც ბანკირმა, რომელიც მხოლოდ თეორიებზე საუბრობს. არსებობს ორი დიდი ტექნოლოგია, რომელიც ფუნდამენტურად და სამუდამოდ შეცვლის სამყაროს მუშაობის პრინციპებს. პირველი ეს არის ციფრული აქტივების ზრდა, როგორც რეგულირებული ტექნოლოგიური შრის. ხედველობაში არ მაქვს შიბა ინუ ან მიმკოინები. გულისხმობ კონკრეტულად რეგულირებულ ტექნოლოგიას. მაგალითად, BlackRock-ის ან Franklin-ის ტოკენიზებულ ობლიგაციებს, JP Morgan-ის მიერ საკუთარი საგადახდო სისტემის გაშვებას. ბაზარზე გიგანტური ინსტიტუტები შემოდიან. მეორე დიდი ცვლილება არის ხელოვნური ინტელექტი. როდესაც თქვენს AI აგენტს Claude ან ChatGPT-ს ეტყვით დამიჯავშნე ბილეთიო, მას არ შეუძლია პირდაპირ თქვენს ბანკთან დაკავშირება. მას სჭირდება ფულთან ურთიერთობა. ტრადიციულმა ფულმა არ იცის, როგორ ესაუბროს კოდს, მაგრამ რეგულირებულმა ციფრულმა აქტივებმა და სტეიბლკოინებმა ეს იციან. ეს არის სტრატეგიული ნაწილი. ახლა რაც შეეხება აღსრულებას. ჩვენი კომპანიის თანადამფუძნებლებს ყველას გვაქვს ბიზნესის მართვის გამოცდილება. ჩემთვის ეს უკვე მესამე ბიზნესია. ვისწავლე ორი მთავარი რამ. პირველი, ყოველთვის დაიქირავე მხოლოდ საუკეთესო კადრები და არასოდეს წახვიდე კომპრომისზე. ჩვენ ვიპოვეთ საოცარი ტალანტი საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ამ ბაზარზე მიგვიზიდა. ძალიან განათლებული და შრომის მოყვარე კადრები არიან აქ. მეორე, ჩვენი ფოკუსი ყოველთვის იყო მომგებიანობაზე ორიენტირება. ვფიქრობ, სტარტაპებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბიზნესს მართავენ. ინვესტორებს სურთ შემოსავალი და მოგება. ჯერა რომ რაზეც აკეთებ ფოკუსს, იმ შედეგს იღებ. Salem, ნება მომეცით მესამეს დავამატო. ეს არის ნდობა. პირველი წლის თქვენი საქმიანობის საქართველოში ფინანსური შედეგები წარმოუდგენელია მიიღო ნდობის მოპოვების გარეშე. So it was also based on something. 100%-ით გეთანხმებით. ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ, რომ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო პროდუქტი და სერვისი მივაწოდოთ. და ისინი თქვენთან რჩებიან. დიახ, იზრდება არა მხოლოდ კლიენტების რაოდენობა, არამედ იმ ოპერაციების მოცულობაც, რომლებსაც ისინი ჩვენთან ახორციელებენ. ჩვენ მათი ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გავხდით. ნდობა არის ის, რაც უნდა დაიმსახურო. Tell me about მითხარით თქვენს ხედვაზე PayU ბანკის როლზე ქართულ ეკოსისტემაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ციტირებასაც მოახდენ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ქვეყანა, ანუ საქართველო წარმოჩინდეს როგორც ფინანსური ჰაბი. სად ხედავთ თქვენს ადგილს ამ ბაზარზე? ბაზარზე არსებობს მოსაზრება, რომ გვყავს ორი დიდი ბანკი და გვჭირდება მეტი კონკურენცია. მე კონკურენციის მომხრე ვარ, თუმცა ამ ორმა დიდმა ბანკმა მართლა საოცარი სამუშაო გასწია. თუ პარალელს გავავლებთ სინგაპურთან, საქართველო ძალიან ჰგავს მას. მცირე მოსახლეობა, მაღალი განათლება, ჭკვიანი და შრომის მოყვარე ხალხი. მაგრამ თუ გინდა გაიზარდო როგორც ჰაბი, 35 მილიარდიანი მშპ საკმარისი არ არის. ჩვენ გვინდა 105 მილიარდიანი ეკონომიკა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობასაც გაზრდის.
ჩვენი როლი ბაზრის ზომის გაზრდაა, მეტი საერთაშორისო ბიზნესის მოზიდვა, მათი საბანკო მომსახურება და მათთვის პროგრამირებადი ინფრასტრუქტურის მიწოდება. როდესაც ისინი შემოდიან, ქმნიან სამუშაო ადგილებს. ეს კატალიზატორებითაა. ჩვენ უკვე თანამშრომლობთ რამდენიმე მრავალმილიარდიან კომპანიასთან. ჩვენ არ ვართ საცალო რითეილ ბანკი. ჩვენ გვინდა მეტი ტექნოლოგია შემოვიტანოთ იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ასევე სულ უფრო მეტი ქართული ბიზნესი ცდილობს საზღვრებს გარეთ გასვლას. ფიქრობ ადგილობრივი ბანკები ბოლომდე არ არიან მზად მათთვის გლობალური სერვისების მისაწოდებლად. ისინი ცუდი ბანკები არ არიან, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ეს უკეთ გავაკეთოთ. Could you be so kind to share? როგორ იყენებს PayU ბანკი საქართველოს ბაზას საერთაშორისო ზრდისთვის? თქვენ ახსენეთ ქართული ბიზნესის მხარდაჭერა ექსპანსიაში, გაფართოებაში საზღვრებს გარეთ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ თავად ხართ საერთაშორისო ქსელის ნაწილი. რა არის თქვენი უპირატესობები? What are these advantages? კლიენტებს სჭირდებათ გლობალური საკრედიტო მხარდაჭერა, ლიკვიდურობა და ვაჭრობის დაფინანსება. ეს არის ის, რასაც ბაზარს ვთავაზობთ. რაც შეეხება რეგულაციებს, PayU ბანკი მალე გამოაცხადებს ახლო აღმოსავლეთში ფილიალის გახსნის შესახებ ინფორმაციას. ასევე გვაქვს წარმომადგენლობა დიდ ბრიტანეთში. საინტერესოა, რომ საერთაშორისო რეგულატორებმა იციან ქართული საბანკო რეგულაციების მაღალი სტანდარტების შესახებ, რაც დაგვეხმარა სხვა ბაზრებზე სწრაფ განვითარებაში. My one-on-one goes to ბოლოს, თავარი შეკითხვა უნდა დაგისვათ. რატომ PayU ბანკი? why PayU Bank? რატომ PayU ბანკი? იმიტომ რომ ფინანსური სისტემის ბუნება იცვლება და ტრადიციული ბანკები ამისათვის მზად არ არიან. მაგალითად, ადრე ბანკში მიდიოდით ჩეკების წიგნაკით. მერე ეს ყველაფერი ტელეფონში გადავიდა. ეს მარტივი იყო, რადგან ძველ სისტემაზე ტექნოლოგიური შრის დამატება შეიძლებოდა. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა თავად ფულის ფუნდამენტი იცვლება? ძველი ტექნოლოგიები ამას ვეღარ გადაურჩებიან. ზოგიერთი ბანკი მოახერხებს ინვესტირებას და განვითარებას. მაგალითად, ქართულ ბანკებს ამ მხრივ ძალიან კარგი რეპუტაცია და შანსი აქვთ. მაგრამ ბევრი გლობალური ბანკი ბაზრიდან გაქრება. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს სწორი ტექნოლოგია და ვფიქრობთ, ამ ახალი სამყაროსათვის ვართ შექმნილები. თანაც თუ თქვენ შეძლებთ 10-20%-ით უფრო იაფად შეიძინოთ პროდუქცია ChatGPT-ის ან Claude-ის დახმარებით, მაგრამ თქვენი ბანკი არ მოგცემთ ამის საშუალებას, დარწმუნებული ვარ, თქვენ ბანკს შეიცვლით. დიახ, მეც აუცილებლად შევიცვლიდი. სწორედ ეს ხდება ახლა. ჩვენ ამისთვის ვაშენებთ. სწორედ ამიტომ ვართ განსხვავებულები და ამიტომაც გავიმარჯვებთ. წარმატებას გისურვებთ. იმედია შემდეგ შეხვედრაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვან და ფანტასტიკურ შედეგებს მოგილოცავთ. წარმატებები. Results. Good luck. დიდი მადლობა დროისთვის. სასიამოვნო.